რამდენიმე დღის წინ რუსთაველიდან აქციიდან ბრუნდებოდი, მეტროში ვიყავი და მატრებას რო ველოდებოდი, მომესმა ერთი რუსი ქალი ლაპარაკობდა, სავარაუდოდ რამდენიმე სხვას უყვებოდა ამბავს, რომ ჯერთი ყველაფერს ჩვენგან ყიდულობენ. თავისი თითქმის არაფერი არ აქვს. ჯერ ვიფიქრე, რომ საქართველოზე ამბობდა, მაგრამ შემდეგ გააგრძელა, რომ შევედიო მუზეუმშიო და ვთხოვეო, რომ ბელორუსული მეტყველების ნიმუში მაინც მაჩვენათო და გიც შერცხვაო. მივხვდი, რომ რა თქმა უნდა, რომ ბელორუსზე იყო ლაპარაკი. და გააგრძელა, ძეხვი რომ მინდოდა იქაური მეყიდა, რომელსაც აქებდნენ, გამყიდველმა მითხრა, კარგს მხოლოდ საექსპორტოდ აკეთებენ და აქ ყიდვას სასაჩუქრად ან თქვენთვის არ გირჩევთო. და ისე ზოგადად რა აქვთ, რომ უნიკალური, ისეთი რაც ჩვენი ანუ რუსების არ არის. თეატრს აქებდნენ მაგაცას ძალიან ოპერის და ბალეტის და რომ მივედი, ვნახე მოსკოვის დიდი თეატრის ანალოგი იყო, ასლი იყო პირდაპირ გადმოღებული. აი ესეთი ქვეყანაა რა, ერთხელ ჩახვალ, ნუ რა აქვთ, ლამაზი ტყეები, რომელიც ისედაც წელში მაქვს ამოსული. ერთხელ ჩახვალ, მეორედ მან საქმისთვისაც მეორედ რაღაც საქმეზე კიდე დამავალეს, მივლინებაში წასულიყავი და მე ვთხოვე არ მინდა მეთქი. გზა დამღლელია, შორია. ერთი სიტყვით ესე განიხილავდნენ ბელორუსს, რომელსაც მისმა თანამემამულეებმა და წინაპრებმა წაართვეს იდენტობა, წაართვეს ენა, ხო ბელორუსული ენა ფაქტობრივად მოგდა და ეხლა ამბობენ, რომ რა არის რო იმ ბელორუსში, არც არაფერი, რა ყრია იქ, არაფერი. ხო და ჩვენს თუ ჭკუას და გონს არ მოვეგებით, ჭკუაზე არ მოვალთ, ჩვენც იგივე ბედი გველის და თან არც თუ ისეთ შორეულ მომავალში.